Უშის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა მარაბდის ბრძოლაში დაღუპული ქართველების ხსენება წმინდანებად შერაცხა ეს ხალხი 9 ხუთეულზე და დამატდა 9000 ქართველი რომელიც ირანელებთან ბრძოლაში მარაბდის ველზე დაიბადა. ეს ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდა საქართველოსათვის. ქართველებმა მანამდის მარტყოფში მოიგეს ბრძოლა. ეს 1625 წელია. ხარება დღეს ირანის ელიტარული არმია გაანადგურეს. ეს ის არმია, რომელიც ებრძოდა წარმატებით ოსმალებს და წაართვა მას მრავალი ქალაქები. ოსმალებმა თქვენთი თავისუფლ ბიზანტია დაამარცხეს და გაანადგურეს და ირანმა ოსმალებთან დიდი წარმატებული ბრძოლები აწარმოა, გაიმარჯვა და აი ამ ზარის ელიტარული შენაერთები გაანადგურეს ქართველებმა. თქვენ დღეს ხედავთ მთელი მსოფლიო როგორ ებრძვის ირანს და ფიქრობს მასთან ომს, მაგრამ ეშინია და ხან მოფერებით, ხან დახევით, ხან ერაყი აიღეს, რომ ალყაში მოიქცეოდ, იქიდან ავღანეთში შევიდნენ, სპარსეთის ყურეში რაღაც ძალებს იკრებდნენ, კავკასიაში ცუდად რომ აქედან ალყაში მოაქციოდ და შეუტივენ, მაგრამ ვერ ბედავენ ირანთან ბრძოლას. იმიტომ რომ ეს უბრალო ხალხი არ არის, სპარსელები არ არიან არაბები, განსხვავებული ხალხია. თუმცა არაბებიც ხედავთ, როგორი მეომრები და ესეთი ხალხია, სპარსელები სხვა ხალხი არის, სხვა ეთნოსია, სხვა ტომი არის საერთოდ. დღევანდელი ირანი შახაბაზის ირანთან შედარებით არაფერი არ არის. შახაბაზის ერქვა აღმოსავლეთის ლომი. ბაღდადს ედავებოდა ოსმალეთს და ბაღდადი წაართვა და ქალაქები წაართვა და უდიდესი ბრძანა ინდოეთი აიღო წარმოიდგინეთ, ავღანეთი აიღო. აუღებელი ხალხი დაიმორჩილა შახაბაზს. აი ამ ქვეყანას ებრძოდა ალამტრიანი საქართველო, არამედ ქართლი და კახეთი ძალკე. და შახაბაზმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, ქართლი და კახეთი ვერ აიღო. კი აიღო, კი გაიმარჯვა, დადგა, მაგრამ ვერ დაამონა და ვერ გადაგვაგორა და დღეს ისევ პირჯვარს ვისახავდი და წმინდა სამებას ვადიდებდი და ჭეშმარიტ სამყაროს შექმნილ ღმერთს და მესიას თაყვანისმცემ. მაგრამ და ქართველების ვაჟკაცობამ დიდი ზარალი მიაყენა ირანს. ამ ბრძოლების შემდეგ ირანმა ფაქტიურად შეწყვიტა ბრძოლა ოსმალეთთან. იმდენად დიდი ზარალი ნახა, რომ ელიტარული ჯარი 30000 მეომარი მოუკლეს, 120,000-იანი არმია ყავდა და მეოთხედი თავისი არმია საქართველოში დატოვა კუდრების სახით. და ოსმალეთთან ომს უკვე აზრი აღარ ქონია, იმიტომ რომ თან ეს იყო გამორჩეული ჯარი დაეხოცა შახაბაზს. მაგრამ ეს ბრძოლა, როგორც გითხარით, მარცხი დამთავრდა და საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. თითქმის ერთი საუკუნე საქართველო დაიმორჩილეს ყიზილბაშებმა, თუმცა ვერ დაამონეს, დარჯული ვერ შეუცვალეს, მაგრამ დიდი დაღი დაასვეს საქართველოს. იბადება კითხვა, რატომ დაუშვა ღმერთმა ესეთი განსასწრელი ჩვენქვეყანას? ქართველები ხო ისე მამასურად იბრძოდნენ, როგორც დიდ გორის ველზე. ნამდვილად ესე იყო, მაგრამ განსხვავება იყო ქართველ მეფეებს შორის, დავით აღმაშენებელს და თეიმურას პირველ შორის. დავით აღმაშენებელი ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი სასვება ღმერთზე ქონდა. ჩვენ გვახსოვს მისი გალობანი სინანულისანი. სადაც წერს, ეს საჯარო აღსარება წმინდა მეფის, სადაც მეფე წერს, "ოფალო, მრავალი უსამართლობა ჩამიდენიო, არასამართლიანი განმიჩიო, მოწყალება არ გამიცემდნენ, საჭირო მკაცრი ყოფილა, რომ უსამართლოდ დამიჩიო, მაგრამ უცხო ღმერთებისკენ არასოდეს გამიხედავსო. რაც ერთხელ მამა პაპისგან სარწმუნება მიმეღე იმის ერთგული ყოფილა და ღმერთია ამის მოწმე. დავით აღმაშენებელზე იძახდა, რომ მას ანტონი დიდი სული აქვს, ისეთი დიდი წმინდა ცხოვრების ცხოვრობდა, რომ ანტონი დიდს როგორ ქონდა ჭორეტის უნარი და გულთამხილველი იყო, ესეთი გულთამხილველი იყო დავით აღმაშენებელი და როდესაც მასთან მოდიოდნენ, ის უკვე პირდაპირ მათ გულის ზრახოს კითხულობდა, წარმოვიდგინე, ესეთი სულიერიც კაცი იყო. და პირდაპირ უნდა შენ გუში ნაპირებდი აჯანყებას, შენ ფიქრობდი ამ შეთქმულებას და ეგონათ რომ მას სტოვრები ყავდა. და დღეს ესე ფიქრობენ, რომ დავით აღმაშენებელს ქონდა უშიშროების
სისტემა მოწყობილი ისე რომ ჯაშუშები ყავდა და იგებდა და ჯაშუშები კი არ ყავდა. წაიკითხეთ მის ისტორიაში რაც ეს მისი ისტორიკოსი. ისეთი დიდი წმინდანი იყო ეს ადამიანი, როგორც ანტონი დიდი პირველ ადამიანთა გულის ძახობს კითხულობდა, ისე კითხულობდა და ეს ყველაფერი მას მიწა ღმერთის ერთგულებამ, სარწმუნოების ერთგულებამ. თქვენ იცით, რომ აუცილებდნენ ტყუილებს და ცილის წამებას წმინდა მეფეზე თითქოს ის მეჩეთში დადიოდა და იქ პარასკევით მე ტყუილი არის, გამოსირამი არაფერი არ წერია მის ცხოვრებაში. დავით აღმაშენებლის მეჩეთში როგორ შევიდა და როდესაც ის მუსულმანებს უბჯოლოებს ეძახდა პირდაპირ. დიდგორი ბრძოლაზე ნახეთ რა სიტყვას იძახის, ეშმაკის მინდევრები კი არა. მომხდურებზე იძახის. თვით ეშმაკიც რომ მოვიდეს ვერაფერს ვერ დაგაყობს. აი ესეთი დამოკიდებულება ქონდა მას არასწორი სარწმუნოების ხალხთან. და როდესაც იძახი რომ ის მეჩეთში დადიოდა, ის მეჩეთში არასოდეს არ შეშულა. მეჩეთში შევიდა ანიში, ქალაქი ანისი იყო. და ნახავთ როგორ შევიდა. ესე იგი დიდგორი მოიგეს ქართველებმა და დარჩა ერთ-ერთი უკანასკნელი საბრძოლო პუნქტი, ციხესიმაგრე, ანისი სომხების დედაქალაქი. სელჩუკებს გამაგრებული აქვს, ყველანი მოიყარენ, თავი შეიყარეს და დიდი სამხედრო შენაერთი დგას და ჩასაფრებულები არიან და დავითმა გადაწყვიტა ეს ქალაქი აეღო. 4 თვე გაგრძელდა ბრძოლა ქალაქის ვერაფერი არ იყო. და ბოლოში წერია ისეთი გამაგრებულები იყვნენ. ბოლოში წერია რომ იმუქაფა დავით მეფე მოლათა და დარიშმანთა სისხლით მოწყო მთელი ქალაქი. წარმოიდგინეთ რა გააკეთა. მთელი ქალაქი მოწყო მოლების და დარიშმანების სისხლით. გადაშალეთ ქართლის ცხოვრება. თუ ჩემი მიმოფიქროს რომ ამას ვაზვიადებ, ნახეთ რა წერია. შევიდა ამ ქალაქში და აქ იყო ბერძენთა დედოფალი პატრონიკე საფლავი, მართლმადიდებლური ტაძარი იყო, იქ მონოფიზური ტაძრებიც არის, ფოტოშორის ანიში 2 ქართული ტაძარი არის, ერთი დაანგრიეს და ერთი ისევ არის. და აქ იყო ბერძნების ტაძარიც ეთყობა, რომელიც გადაკეთებული ჰქონდათ მეჩეთად სელჩუკებს. და ამ ტაძარში ადრე დასაფლავებული იყო ბერძნების დედოფალი პატრონიკე. დავით მეფე ეს ტაძარი განწმინდა. აკურთხებინა. ისევ ტაძრად, მეჩეთი ისევ ტაძრად აკურთხებინა. შევიდა დედოფალს ჩაძახა. ხაროდენ დედოფალო, ურჯულოთა ხელისაგან ვიხსენებ ისახე. აი როგორ შედიოდა წმინდა მეჩეთში. მას მთელი სასოება ქონდა ღმერთს. ღმერთის გარდა არავის იმედი არ ჰქონდა. და მარტო ლიბერალური აზროვნება კი არ ქონდა, ის ღმერთი ერთია და თავარია ღმერთი გწამდეს როგორც ამას დღეს ლაპარაკობენ ზოგიერთები და ესე ლაპარაკობდა ლაშა გიორგის სამწუხარო და ამან დაღუპა ლაშა. ესე ლაპარაკობდა თეიმურას პირველიც. თეიმურას პირველის ცხოვრება ესე ტრაგიზმით სავსე ცხოვრება. ეს არის კაცი რომელიც საქმეში გარკვეული არის. თქვენ რომ ნახოთ მისი წერილები, პირდაპირ შეგვიძლია ტაბაღოა, ესეთი ისტორიკოსია და მას აქვს გამოშვებული წიგნები კათოლიკე მისიონერების წერილები რომის არქივებში. და იქ არის ესე იგი კათოლიკე მისიონერები, როდესაც მოხსენებით ბარათს უგზავნიან რომის პაპს და ანგარიშსაბარებენ რაშუქია საქართველოში. ამ წერილებში ურევია თეიმურაზის წერილი, რომელიც მან გაატარა რომის პაპთან, იმ დროინდელი კათოლიკოს პატრიარქი ზაქარიას წერილი, სამარცხვინო წერილები, სადაც რომის პაპს მზეთამზეს ეძახიან და ცაში ქრისტე მეფობს და დედამიწაზე შენახა რომის პაპს ეძახიან. და პირდაპირ ჯურის გამოსვლას პირდება თეიმურაზე. თეიმურას პირველის დიდი დახმარებით იყო რომ კათოლიკე მისიონერი დამკვიდრდა და გორში. თეიმურაზე რო არ ყოფილიყო ეს მისიონერი ვერ დამკვიდრდებოდა. ყველანაირად ხელს უწყობდა კათოლიკობის დამკვიდრებას. და ღმერთმა საქართველოს დასაჯა. ზუსტად ესე დაისაჯა კონსტანტინოპოლს. კონსტანტა პირდაპირ წერია რომ ღმერთმა ჩათვალა მუსულმანების მეფობა შეცვლილიყო ვიდრე კათოლიკებს ემეფოთ ბიზანტიაში. ეს უფრო არჩია ღმერთმა, რადგან ესე უფრო ნაკლებად განიკითხება ღვთისმსახურში კაცი. მუსულმანად წამდგარ განიკითხება, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე კათოლიკედ რო წამდგება კაცი. ქრისტიანი, რომელმაც სახარება თავდაყირა დააყენა, ეს გააკეთეს ლათინოპაპისტებმა და დღეს მათი ნაყოფია ყველაფერი რაც ხდება და საქართველოს ეს დიდი განსასწრებით დაუდგა. ანუ პირველ ეს იყო მეფის არასწორი სარწმუნოება და მეფის მიბაძვით მარტო მეფეზე არ თავდებოდა ეს. ჩვენ რო ვიზახეთ რომ მეფე არასწორად იქცეოდა, მარტო მეფით არ იწყებოდა და არ თავდებოდა, ეცელდებოდა მის კარის სასახლეს, თელ თავადებს, თელ ერზე საბოლოო ჯამში. ამიტომ იყო ეს კატასტროფული მეფის თითოეული ნაბიჯი არასწორი. ამიტომ იყო ივანე ნათლისმცემელი ჰეროდეს რომ ამწყდა თავის ურჯულებაში, იცოდა რომ ჰეროდეს ურჯულება გადაეცემოდა მთელ ერს. გახსოვს მის ცოლი რომ მოიყვანა ფილიპეს.
ამის გამო ამხელდა ნათლისმცემელი და მას თავი მოკლეს. მეფე რაც არის ისია მთელი ქვეყანა. მეფე ურჩულოა ქვეყანა ისჯება, მეფე ჯულიანია ქვეყანა გაწყინებული არის. ესე იყო თამარის დროს, ესე იყო დავითის დროს, ესე იყო ვახტანგ გორგასლის დროს. და ღმერთი სწორედ ისე წარმართავდა ხოლმე ჩვენი ქვეყნის საქმეს, როგორიც იყვნენ მეფეები. თეიმურაზი, როგორც გითხარით, ეს იყო პირდაპირ ხელისშემწყობი კათოლიკე მისიონის დამკვიდრებისა გორში. პირდაპირ წერია, ხელს უწყობდა. ქართველებს ტაძრები გამოართვა საკურთხევლები დაუთმო ლათინო პაპისტებს. მანამდეც ეთქობა ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო, ესეთი რაღაცა წერია. ლათინები გამოდიდნენ დაახლოებით 1612-1609 წლებში. დასავლეთ საქართველოს მოადგენ თიანიტელი ბერები იყო, ორდენი იყო თიანიტელი ბერები, საერთოდ ფრანცისკანელები, ესეთი თიანიტელი ბერები იყვნენ. მოაგან პირველად მოვიდეს ფაზიში, ფოთში. იქ აღწერილია მათი მისვლა, რომ გადმოვიდენო, თან მოვიდნენ ტყუილები, ატყუებდნენ ხალხს, თვითონ კურნავდნენ. აი როგორ დღეს იქცევენ ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციები ვარები. აი ეს იქცევდნენ. ამათ მე ახლა კი არის სწორს. ამათ ეს ძველი განმოსწრება გადაიტანეს. ლათინები მოდიოდნენ როგორც კურნალები და პირდაპირ მათ წერილებში წერია, რომ თან კურნალობის ხელოვნებაც იცოდნენ, თან ხალხს ნათლავდნენ ჩუმად. და პირდაპირ წერია ერთ-ერთ მოხსენებაში კათოლიკები, რომის პაპს ანგარიშობარებენ, რომ ღმერთი ალბათ ჩვენო ასიფა წერია. ზაპრობაზე ცინის. კაცი მოვიდოდა, ესენი მოვიდა თავზე წყალსასხალზე, რაც რაღაცა სეუნები ნათლობდა. და ყველაზე ტრაგიკული ის იყო, რომ ქართული სამღვდელოება იღებდა ამას. თქვენ წაიკითხოთ ეს უაღრესად საინტერესო ასაკითხი, როდესაც ლათინები შევიდნენ ქართულები ატარებდნენ წიროს. ესე წერია, მივედით თუ უყურეთო წირობდნენ. ხო. მიდეთით ვესწრებოდითო. მე დაგვიძახესო, შემოდითო, რა გარეთ გეხართ კაცო. მე ჩვენ გადავიხადეთ სახურებაო, ისინი დაესწრნენ. მე დავესწრეთ იმათქვეზე, მოდითო და ესე გვაზიარესო. მე ჩვენც ვაზიარეთ სამღვდელოება. აი ესეთი ამბავი და ამან დაანგრია ჩვენი ქვეყანა, ესეთმა დამოკიდებულებამ სარწმუნოებისადმი. ეს არის ღმერთის გაყიდვა. ეხლა ლათინო პაპიზმი რა არის, ამაზე დილამდე ვილაპარაკოთ, ამ ცალკე თემა არის კათოლიკებზე, რა გააკეთეს კათოლიკები. სახარება შეცვალეს საერთოდ. სულიწმინდის გმობამდე მივიდნენ. და ხე ნაყოფით შეიცნებო, რო წერია, ეს არის მაგათი ნაყოფი იყო ინკვიზიცია, ინდულგენციები, ჯვაროსნული ლაშქრობა, დღეს გარყვნილი აღუდგა. ეს არის მათი შედეგი. დღეს ევროპაში ღმერთი 8 წამთ არის კათოლიკების დამსახურება. ისე იქცეოდნენ, რომ დანახვაც აღარ უნდათ. მოსმენაც აღარ უნდათ ღმერთზე ამის. ამან წარმოშო პროტესტანტიზმი, ამიტომ წარმოშო პროტესტანტები კათოლიკების სიახში, კათოლიკების საწინააღმდეგოდ და ნუ დღეს პროტესტანტებმა საერთოდ. და აი ესეთი განსასწრების წინაშე რო იდგო ქვეყანა, ღმერთმა ჩათვალა, რომ ჯობდა მუსულმანების ქვეშ ყოფილიყო ქართველები, სინანულში ყოფილიყვნენ, ვიდრე მოტყუებულები და მოხიბლულები, თავი ქრისტიანებად ჩაერთვა და ლათინო პაპისტულ წვალებლობაზე ყოფილიყვნენ და ვითომ ღმერთი ეთიდებოდა. და საბოლოოდ დაღუპულიყვნენ კიდევ. ერთ-ერთი მიზეზი დამარცხებისა მარტყოფის ველზე იყო ის, რომ ეპისკოპოსებმა ხმალს მოკიდეს ხელი. არაფრით არ შეიძლება სასულიერო პირმა იერარქია აიღოს ხელში. არაფრით არ შეიძლება ეს. მღვდელმა თქვა სისხლი დავარ. მღვდელმა ქათამი რომ მოკლას არ შეიძლება. ქათამს თუ დაკლეს წესი წყლობა არ შეიძლება. მღვდელმა არ უნდა ინადიროს. შეიძლება მარტო ითევზაოს, იმიტომ მოციქულები თევზაობენ. არ შეიძლება მღვდელმა ინადიროს, არ შეიძლება მღვდელმა კაცი მოკლას. თუ კაცი შემოაყვდა მღვდელს იქნა ძალიან რთულად. და ბრძოლაში მღვდელი უნდა წაყვეს ჯარს, მაგრამ ლოცულობდეს, რომ ღმერთმა დაიფაროს ეს ჯარი ბრძოლის დროს, რომ ნაკლები ხალხი დაიხოცოს ამაში. როგორც მოსე ლოცულობდა, გახსოვთ, როდესაც ისრაელელები ომობდნენ, მოსე ჯურის სახელება ესე განართო, ჯურის სახით დადგა და დაიწყო ლოცვა. და ჯურის სახით რო იდგაო, ისრაელელები იმარჯვებდნენ. მერე დაიღლება მოსე ხელებს ჩამოუშვებს და ებრაელები იწყებენ დამარცხებას და ორი კაცი დაუდგა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ და აი ესე ჯურის ფორმით დგას მოსე და ლოცულობს და ისრაელელები მოიგებენ ამალიკელებთან ამ ბრძოლას. ეპისკოპოსმა მღვდელმა იარაღს ხელი რომ მოკიდოს არ შეიძლება ესეთი რამე. არც ერთი ბრძოლა სადაც მღვდელს ხელი მოუკიდია, ეს ბრძოლა გამარჯვებით არ დამთავრებულა. იქ კიდევაც ეუბნებიან მარტყოფის ბრძოლის წინ რომ ეპისკოპოსს ეუბნებიან ჯარი ხოლმე ეზიარებოდა ბრძოლის. შენ ვაზიარევა იარაღს თავი გაანებო, თუ იარაღს მოკიდებ ხელი შენი ზიარება არ გინდა. ჯარი მომას ეთქვის ეპისკოპოსს, და ეპისკოპოსი ზაგის ეხლა სისხლის დავრობროჯობიაო და მე ვიჩერო ვიო. ეს კიდე აი ესეთი ტრაგიკული სულიერი მდგომარეობა.
ეხლა ვიღაცა იტყვის, აბა რა ვაშკაცობა არის ესე არა. თუ იმე თორნიკე ერისთავს იტყვის, თორნიკე ერისთავი გდელი არ ყოფილა. თორნიკე ერისთავი იყო ბერი. ბერი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ცხოვრების წესები, ცოლი არ აქვს, სახლი არ აქვს, კერძო საკუთრება არაფერი აქვს, პირადი ნივთები არაფერი არ აქვს, მაგრამ გდელი არის ადამიანი, რომელიც ხელდასხმულია და პურს და ღვინოს რო აკუთხებს, ეს პური ხდება ქრისტეს ხორცი. სისხლი ღვინოს რო აკუთხებს, ეს ხდება ქრისტეს სისხლი. წყალს რო აკუთხებს, გდელი წყალი არ იხსნება. გდლობა სხვა რაღაცა. და თორნიკე ერისთავი ბერი იყო. ბერები ისიც ნახე თორნიკეს ერისთავს რო ეხოცებოდნენ. წადიო იმე თორნიკეონება არ მინდაო კაცო, ძლივს ეს სოფელი დავატოვე, ეხლა სად მიშობდო თქვენო. მეო დავმარხე ის სოფელი, არ მაინტერესებს ეს ხარაფერი. და ათანასე დიდი და 6 თვიმე ათონელი ეონებიან, წადიო იოანე, ჩვენ თავზე იყოსო შენი ცოდვები. ამას ვინ გეტყვის? და თანაც თორნიკე იყო ბერი. გდელი არ ყოფილა. მაგრამ იქიდან რომ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან, მონასტერში ხომ მოვიდა და სულ ეკითხებოდნენ, აბა ეს ყვებოდა და ტრაბა ხომ და ესე გავაკეთეთ, აქედან შევუტიეთ, იქიდან ეს თქვენით ეკა. და იოანემ გაიარა და უთხრა, შენი ხმა აღარ გავუკეთე. საერთოდ არაფერზე აღარ ილაპარაკო. და თორნიკე ერისთავმა წარმოა გამხელა კაცი ჯარების თავარ სარდალი. ჯორების მოვლელი. ჯორს იცით რა სუნია? აი შეიძლება დაიჭირა. ჯორების მოვლელი ეს არის ყველაზე დამამცირებელი საქმე. ჯარების თავარ სარდალი, უძლეველი მეომარი ჯორებს სული. და თო იოანეს ეთიმას ეუნა, იოანეს ეუნება და ათონეს იოანეს კიდე სარდალი იყო მან ჯარების. ანუ რა ხალხი მიდიოდა მონასტერში სარდალი. შენო ნეტა ანდრე გეთქვა, აქამდე ანდრეს ლაპარაკობდა თასო ჩემდიო. ნეტა ანდრე გეთქვა, მანდეხმა სანამულობდა. არაფერს აღარ ლაპარაკობდა თორნიკე ბოლო წლებში. ღმერთი თქონდა მამატიერას გავაკეთე, მაგრამ თორნიკეზე როგორც საუბარს მოყვა, თორნიკე იყო ბერი, გდელი კი არ ყოფილა. სამღვდელობამ სისხლი დაღაროს თუ შეიძლება. არაფერთან შეიძლება. გდელს ანაფორა იმიტომაც გდელმა არ მოიჭუბოს. გდელმა ხელი რო აწიოს არ შეიძლება. გდელმა თუ ვიღაცას იჭუბა მისი არ შეიძლება. ფიზიკურად თუ შეიძლება გდელი ვიღაცას იქნა დამტოვდეს ყველას. მისი გლობა არ შეიძლება. და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, მეორე მიზეზი ის იყო, რომ ჯარში სადაც მაროდის ბრძოლაზე გიორგი სააკაძე იღებდა მონაწილეობას. გიორგი სააკაძე ასაკების დიდი მეომარი, მაგრამ ეს იყო კაცი, რომელმაც ჯულივო მართლმადიდებლობა დაუტოვა შიიტობა მიიღო. ირანში ჩავიდა. შახობაზმა შიიტობა მიაღებია. თან ისიც როგორ აღებინებთ ეს შიიტობას? ბოლომდე დაქცინებთ. გახსოვთ 100,000-მა ქართველმა ფეხი არ დააბიჭა ხატებს და ამიტომ აწამეს ისე. ჩარლეტი პროცესს გამოიტანა ხატებიდან. რიტუალი არის მუსულმანობას როცა იღებთ. ესე უბრალოდ კი არ ხდება რომ მე ქრისტიანობა და აღარ ვარ მუსულმანი გავხდე. წინ გიწყობენ ხატებს. ამ ხატის ფეხები თელა, აბურთხება, ანეწო, ჯვარს ამტყრება. ეს არის რიტუალი. აგინებ ყოველ წმინდა საემას, დედაღვთისმშობელს, წმინდანებს, ხატებს შეურაცხყოფ, სიწმინდებს შეურაცხყოფ. საჯაროდ აგინებ ყველაფერს. შემდეგ აღიარებ მოჰამედს, როგორც წინასწარ მეტყველს, თაყვანსებს, მაგრამ ჩუჩას იჭერდა თავმა ჩალმოსიყურა თავს და დამთავრებული შენი კაცობას და ყველაფერს. კაცი რომელს გააკეთებს, ის კაცი არის კუდარში მაგრამ. ამას როდესაც აკეთებ, ჯვრის წესის იცვლება, დასაფლავების წესის იცვლება, ყველაფერი პიროვნება იცვლება, სხვა პიროვნება ხდება. აი ეს გააკეთა გიორგი სააკაძემ. ჯარების სარდალი იქიდანაც წამოვიდა. მე ხო აქ დაბრუნდა ისე. მე სუნიტობა მიიღო. სუნიტები და შიიტები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. შიიტი სუნი წყალს არ დაალეიბოს. კიდე კაი ერთი პირი არ აქვს, თორე ესე რომ გაერთიანდნენ მუსულმანები, ხო დამთავრებული იქნება ყველაფერი. მაგრამ ერთმანეთთან ისეთი დაძაბული შიიტი სუნი წყალს რომ მიწეს არ დაალებს და არც მიწებს. წავიდა მე სუნიტობა მიიღო. და მის ხორებაში პირდაპირ წერილ გიორგი სააკაძე ჯადოქარი იყო რაღაცა ის ხალდაო რა ქვია. მიმინო და იმას უძახდა და ელაპარაკო რაღაც გაუგებარენას. აი ესეთ დღეში იყო საქართველო. არც ახლა უკეთეს დღეში ეს, მაგრამ ხალხი კი იყო თავდადებული და ღმერთს თავი შეწირეს და ალბათ მათმა თავდადებამ ფაქტიურად მთელი ირანი გააჩერა. ძალიან დიდი ზარალი მოხდეს. მაგრამ სამწუხაროდ ესეთი მძიმე შედეგებით დამთავრდა ეს მარადიბრძოლა. და საქართველოს ისტორიას თუ გადახედავთ, ყოველთვის ესე იყო.
მეფე თუ იყო კეთილმორწმუნე, კეთილმსახური, ქვეყანა იყო დალაგებული, დამშვიდებული, აწყობილი, მეფე თუ იყო ურჯულო, ან მეფე თუ არ იყო მხარი სარწმუნოებაში და ხან მუსულმანებისკენ მიიღრებოდა, ხან იმითკენ და ამით ღალატობდა ქრისტეს. ქვეყანა ყოველთვის იყო არეულდარეული. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ რჯულ გამოცვლილ მეფეს, ერთს ვერ დამისახელებთ, ვის ხელშიც საქართველოს იყო დაწყნარებული, დამშვიდებული, დაყვავებული. რომელი? როსტომ ხანი, თეიმურაზი, ნაზარ ალი ხანი, შაჰნავაზი, მითხარით ერთი, ვერ მეტყვი. ბაგრატ მეხუთე? არ არსებობს ესეთი მეფე. საქართველოს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიუხვედრი ქვეყანა და ღვთისმშობელს ჩააბარა ღმერთნას. ღვთისმშობელი ამ ქვეყნის მართლს თუ ის ურჯულო იქნება არ მიეხმარება არასოდეს. რომ ურჯულო მართლმა ქვეყანა დაალოდეს, დააწყდა ხალხმა, ეს ურჯულო კაცი ადიდო. ესეთი რამე არ მოხდა და არც მოხდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მხოლოდ იმ ხელისუფალს მიეხმარება, ვინც ქვეყნისთვის ჭეშმარიტ ღმერთს სიმართლით ემსახურება და ჭეშმარიტებით ემსახურება. ვინც თავის ტრადიციებს იცავს, ვინც ქვეყანას იცავს, ეკლესიასთან ურთიერთობას ალაგებს. თავს იმდაბლებს ეკლესიის წინაშე. ეკლესიის სიტყვას უსმენს. ეკლესიასთან ერთად ჭობს და ეკლესიასთან შეთანხმებით მოქმედებს. აი ესეთი ადამიანების და ესეთი მეფეების ხელში იყო საქართველოს დალაგებული. ესეთები იყვნენ ვახტანგ გორგასალი. ესეთები იყო არჩილ მეფე, რომელმაც მურმანყურსაც კი მოუგო. და 50 წელი საქართველოს ისე მართა რომ არაბები დასავლეთ საქართველოში ვერ შევიდნენ წარმოიდგინეთ. შეგვიძლია წარმოიდგინოთ არაბები მე-13 საუკუნის ჩათვლით ესპანეთში იჯდნენ ესპანეთის კარტალში. მე-13 საუკუნის დასავლეთ საქართველოში ვერ შევიდნენ. ეს ხო წარმოუდგენელი. ირანმა საქართველოს ვერ არის. ირანი რა არის ახლა ხო იცით ახლა რა არის შუა საუკუნეებში რა იყო. იმიტომ რომ მეფეები იყვნენ კეთილმორწმუნეები, კეთილმსახური, მთელი სასოება ღმერთზე ჰქონდათ. არც ჩრდილოეთზე, არც დასავლეთზე, არც სამხრეთზე, არამედ იესო ქრისტეზე. აღმოსავლეთიდან ამომავალ მარადიულ ღმერთზე ჰქონდათ იმედი. ამიტომ იყო რომ ეკლესიები ყოველთვის პირით აღმოსავლეთისკენ დგას. მიცვალებულები პირით აღმოსავლეთისკენ საფლავდებიან რომ მარადიული ღმერთის იესო ქრისტეს მესიის მოლოდინში. მესიაზე თუ გეკრება იმედი, ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ვიყავი სვანეთში მუზეუმში და იქ ფულები მონეტები მოჭრიდა. ისე გამიხარდა ესეთ სიტყვები. თამარ ფულს ეწერა. ფული თამარ მეფისა მესიის მსახურის. არა, მესიის თაყვანისცემის. ვერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. ვერთმა ჩვენი ხელისუფალს მისცეს სიბრძნე. შიში ღვთისაა სიბრძნის დასაწყისი, როგორც წერია პსალმებში. ღვთის შიში თუ არ ეკრათ, სიბრძნეთ არ ეკრათ და სიბრძნე თუ არ ეკრათ, ამ ქვეყანას მშვიდობით ვერ მართავენ და იმ წყალქვეშა კლდებებია თუ რაც ვერ გაატარებენ ამ ქვეყანას. გემი მესაჭებრო გაატაროს წყალქვეშა კლდებებზე რო არ დაიგრეს, ხან მარჯვენა მიმართოს საჭე, ხან მარცხნივ, სიბრძნით უნდა მართოს. აი ესეთი სიბრძნე თუ არ ეკრა, ხოლმე გემს დაწირავს. ხელისუფალ სიბრძნე თუ არ ეკრა, მოთმინების უნარი თუ არ ეკნა, თავის გაწერვის სურვილი თუ არ ეკნა ქვეყნისათვის, ქვეყანას ვერ მართავს. ქართველი მეფეები ქვეყანას თავს წირავდნენ. საკუთარი ცხოვრება არ ქონდა ჩვენ მეფეებს. იმის მოყვანა არ შეეძლო ცოლად, ვინც უყვარდა წარმოიდგინეთ. აი ვისაც ეკლესია ეთყოდა, ის მოყავდა ცოლად. ეკლესიასთან შეთანხმებით მოიყვანა დავით აღმაშენებელმა ყიფჩაღების ქალი ცოლად. ბარბაროსები არ ბანაობდნენ მოუხარცა ხორ ჭამდრი წარმოიდგინეთ. დავით აღმაშენებელი სურათზე ხო გინახეთ როგორი წარმოსადეგი და ღვთისმიერი ადამიანი. ესეთ ადამიანს ხო შეიძლება თავისი რაღაცა თქო ვიღაცა მოწონებოდა და მოეყვანა თავადის კალიბაზე. ამის უფლებაც აქვს. ყიფჩაღების ცოლი შეურჩიეს და ის მოიყვანა. თამარ მეფეს უთხრეს ეს მოიყვანა, ეს მოიყვანა. და ამაზე გათხოვდი, ამაზე გათხოვდება. ეუბნებოდა ხა თავი გაწერე თავს ცირავდა ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის. ესეთი მეფეები ყავდა. ქვეყანა და ღმერთმა მათილებს რომ ჩვენი ქვეყანა დაიფრო და ჩვენ ხელისუფალსაც ვიცის სურვილი ქვეყნის ღვთის სიყვარულის სურვილი და ქვეყნის და ტრადიციების დაცვის სურვილი ეს თუ არ გააკეთებთ არაფერი არ გიშურვებთ. არაფერი დასაცინები გავხდებთ როგორც ეხლა დასაცინები. 9 წელია ვეხოცებით მიგვიღეთ და არ გვიღეთ.
კაც რო ერთი კარებზე დაუგაგონებ და კარებს რა გაგიხსნა, მე ვთქვა აღარ მოგვიწევს. თავმოყარება ხო გაგიც. ერთმა დაიფარო ჩვენი ქვეყანა.